ამ სურათს წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. ერთ დროს ერთმანეთთან დიდ პოლიტიკურ ომში მყოფი ლიდერები ნაციონალური მოძრაობის ოფისში ერთად ივანიშვილის პოლიტიკური ვერდიქტის სამართლებრივ გაფორმებას ელოდებიან. დრო იმაზე ნელა გადის, ვიდრე საათის ციფერბლატზე. ახლა მოსამართლის ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რა პოლიტიკური რეალობა დადგება ქვეყანაში. ეს სახეები კარგად გადმოსცემს განწყობას, რაც იქ შეკრებილ ხალხს ჰქონდა. დაძაბულობას ციხისთვის განწირული ნიკა მელიასին არ იმჩნევენ. შალვა ნათელაშვილი 90-იანების პარლამენტის ამბებს ყვება. გახსოვს მე რომ გავიტანე იარაღის ტარების აკრძალვის კანონი. გამოვიდა ესე იგი ჯაბა იოსელენი სად დაგონიო ქართველი ვაჟკაციო ხმლით დადიოდა. ბეჟან გუნავა გიგა ბოკერიასთან ერთად ქართული პოლიტიკის ამბებს არჩევს. არადა სულ რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კონსერვატორი გუნავა, რომელიც ბოკერიას თანამოაზრეებთან ხელჩართულ ჩხუბში იყო, დღეს ისევ ნაციონალური მოძრაობის გვერდით დადგებოდა. იცი რა არის, ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე თუ ნაციონალური მოძრაობის ოფისში აღმოჩნდებოდი, მაგრამ დღეს მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელია ამ შემთხვევაში არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ოპოზიციის ლიდერი არის და სულიერ ქართული ოპოზიცია უნდა დაუდგეს გვერდში. ქართულმა ოცნებამ მიგიყვანათ იქამდე, რომ ყველაზე კრიტიკული ბეჟან გუნავა, რომელიც წხევლი და მიხეილ სააკაშვილის აგინებდა. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იყო, ბუნებრივია, მე ყოველთვის პრინციპების ერთგული ვიყავი, სწორედ იმიტომ წავედი ოპოზიციაში და სწორედ იმიტომ ვარ დღეს. დღეს ვიცავ ქართული სახელმწიფოს მომავალს, მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ნინო ბურჯანაძემ ამ პარტიის კარი 2008 წლის მაისში გამოიხურა. ამის შემდეგ ყოფილ თანაგუნდელებთან დიდი პოლიტიკური მტრობა ჰქონდა. დღეს ისევ ნაციონალურ მოძრაობაში საკუთარი ფეხით მივიდა. ამბობს, რომ ამას მოხერხება უნდა და ეს მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. სამუდამოდ გადაკიდებული პოლიტიკური ლიდერები უსამართლობის წინააღმდეგ ისევ თანამებრძოლებად ექცია. როდესაც შენ ხედავ, რომ უსამართლოდ აპირებენ დაჩაგრონ ან დასაჯონ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ან ის პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკურ ძალასთან პრეტენზიები ჰქონდა, ეხლა შეიძლება გაქვს, მაგრამ სიმართლის მხარეს გახარ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმოიდგენდით, რომ აი ისე განვითარდებოდა პროცესები, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში თქვენი ფეხით მოგვიდოდით? არა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და კარგი იქნებოდა, რომ ესე არ მოხდარიყო. იმიტომ კი არა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ მოვსულიყავი, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ამის აუცილებლობა. არა, ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს ხელისუფლება დაუწყებდა რეპრესიებს, დევნას და დაჭერის ვერდიქტებს გაუმზადებდა იმის გამო, რომ მან იაქტიურა ანტისაოკუპაციო ეროვნულ მიტინგზე მოითხოვა დამპყრობლების გასვლა საქართველოსგან. ნიკა მელიას მხარდასაჭერად და ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიებისგან მის დასაცავად აქ მივიდა ყველა. ყოფილი ნაციონალები, უფრო ყოფილები და ისინიც, ვინც ყოფილი ხელისუფლების მწვავე კრიტიკაში ლამის მთელი 10 წლეული გაატარა. დღეს აქ ვიცავთ არა მხოლოდ ნიკა მელიას, რაც მნიშვნელოვანია და აუცილებლად გასაკეთებელი, არამედ ვიცავთ ამავე დროს ყველა იმ პატრიოტს, ვინც შეიძლება გაასამართლონ იმის გამო, რომ მან გააპროტესტოს ოკუპაცია, რუსეთის. წარმოიდგენთ, რომ აი ამ ოფისთან დაიცავდით. რა თქმა უნდა, ეს ალბათ სიზმარში წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. ლეიბორისტები ამ პარტიის რიგებში არასდროს ყოფილან, მაგრამ ერთ დროს სააკაშვილის რჩეული მინისტრი და შემდეგ მთავარი პოლიტიკური მეტოქე ისევ ნაცმოძრაობაში მივიდა და ამბობს, რომ სიმართლის დასაცავად. სირკი შაპეტოა ქვეყანა. წარმოიდგენთ, რომ აი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოხვიდოდით? არა, თულად. თქმის არა. ნიკა არის არა მარტო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლიდერი, ის არის გარკვეული
ტიპის მაკოორდინირებელი ფუნქციით აღჭურვილი ოპოზიციაში და მან ეს სტატუსი უნებრივად დაიმსახურა მთელი ამ გავრცელებული პერიპეტიებიდან და მოთხოვების რაღაც თავიდანვიდან გამომდინარე, რომელიც პარლამენტად გავიდა. მე რომ ციხეში ვიყავი, ერთ-ერთი აქტიური დამცველი ჩემი ნიკამელია იყო და უნებრივია მის მიმართ პიროვნული რაღაცა ისეთი ადამიანური სოლიდარობა გამოჩნდა და მოგიმართოს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარი ოფისი ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ეპიცენტრად ნიკა მელიას ამბავმა გადააქცია. გიგი უგულავა, რომელმაც ამ პარტიის ლიდერი წლების წინ ჯარჯში ჩასაბარებლად გამზადებულ უფუნქციო მანქანას შეადარა, დღეს ისევ აქ არის. წარმოიდგენთ, რომ ამ ოფისში დაბრუნდებოდით? ოფისში რა, ოფისი ფაქტურად ჩემი აშენებულია. ოფისში დაბრუნება რამბობდება. კი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ამ ოფისის წინ გამართეთ ბრიფინგი. Never say no. უგულავა მარტო არ მისულა. მეც დღემდე ამ პარტიასთან ვასოცირდები, ორი პარტია გამოვიცვალე იმის მერე. უნდა მეკითხა, რამდენიმე წლის წინ ამ ეზოში თქვენ გამართეთ ბრიფინგი. თქვით რომ ჯართია ეს პარტია და მისი ხელმძღვანელი. ახლაც ასე ფიქრობ? მართლა მეკითხები ხა ამას. ხლა გითხრათ ვერ წარმოვიდგენდი და ამ შემთხვევაში პარტიულად არც ვარ დაბრუნებული. რაც ხდება, არის თემა მთლიანად საქართველოსთვის, ყველა პარტიისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, არაპოლიტიკური ადამიანისთვისაც, ვისაც უნდა რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს. გავრილოვის შეკვეთები არ შესრულდეს, მაგრამ ვისაც ეს აღარ უნდა ამ ქვეყანაში. დღეს ყველა უნდა იყოს ერთად და ხედავთ იმდენ და ისეთნაირ პოლიტიკურ ლიდერებს ამ პარტიაში, რაც მართლაც ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო როდესაც. წარმოგედგინათ, რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთად თქვაც აღმოჩნდებოდით ნაციონალური მოძრაობის ოფისში? არა, ვერც ეგ ვერ წარმომედგინა. დიახ, მე ერთხელ თუ ორჯერ ვიხმარე შედარება, რომელიც ამ შემთხვევაში რელევანტურია. უცხო პლანეტელები თუ შემოგესევიან, უშინდელი პოლიტიკური მტერიან, უარესიც კი მტერი შემოკავშირე გახდეს და ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს და ვინც გაიაზრა, რომ უნდა იცხოვრო, ხო, რა აზრებიც არ უნდა ქონდეს ერთმანეთზე. და ხედავს, რომ ეს კაცი და მის გარემოცვა მის მომავალს ანგრევს. და ხო, ვინც ეს გაიაზრა, ვის ოდნავი ჭკუ აქვს, ყველა ამ დროს ერთიანდება ფეხბურთის გულში, მათ კი ვინც არის იცის, ხო, რომ კლუბებს ყავთ მხარდამჭერები, რომლებიც ერთმანეთს მიმართ არიან აგრესიულები, მაგრამ ეროვნული ნაკრები თუ თამაშობს, მარტო ავადმყოფები არიან, ვინც საკლუბო წინამდებობას ვერ გადალახავს თქო. მოდი, კაი მაგალითია, ჩვენ ბევრად სულ მდგომარეობაში ვარ. და მეორე მაგალითი რაც მოვიყვანე, ის უფრო ექსტრემალურია, ხო? მართლა უცხო პლანეტელები რომ შემოგესევიან, ყველა მოკავშირე ხდება, ვინც ადამიანთა მოდმის ფარეზეა. საბოლოოდ მაინც ყველათან ხდება, რომ ივანიშვილის მმართველობის 9 წელმა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ერთ დასკვნამდე მიიყვანა და შეძლო ის, რაც წლების განმავლობაში ვერავინ მოახერხა. რას ლაპარაკობთ? ივანიშვილი, ნეგატიურ რაკურსში ვამბობ, ისტორიაში შევა როგორც დაპირისპირებული ქართველების დიდი გამაერთიანებელი. ისეთი მარაზმი გამოდგა, რომ ერთმანეთი ანგელოზებად გვეჩვენება. მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარზე მსჯელობაში თითქმის 6 საათი გავიდა. ამ დროს უკვე გადამწყვეტი მომენტი დადგა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურორის რევოლუციური შუამავლობა პროგრამის მიმართ შეფარდებული აფრიკის ვანიშების პირას პატიმრობის შესახებ გამოხატებას ჯერადებული მიტოვებია გამოყენებული აფრიკის გადამწყვეტი სასამართლო პროცესის დასრულებას ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ერთად ელოდა. ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. გადავდივართ ოპერატიულ რეჟიმზე ყველა. ველოდი ამ გადაწყვეტილებას სიმართლე გითხრათ და ეხლა თუ გადაწყვეტა რომ მოვიდნენ და შტურმით აგვიყვან, მოვიდნენ. აი მოვიდნენ და გაბედონ მარტო, იმიტომ რომ ამ ყველაფრისგან ქართული ოცნება მიიღებს მაქსიმალურ ზიანს, რაც შეიძლება და დასრულდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ნიკას არ გავატანთ, გამორიცხულია, მაშინ მოუწევთ ყველა დაპატიმრება, ვინც აქ ვართ. ჩვენ ვართ 7 აქ, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვინც მოვა ძალით, მიიღებს პასუხს ძალით. მოვლენ 7, უპასუხებთ რომ მათი ადგილი აქ არა, აქ არიან დეპუტატები, ჩვენ გვიცავს აქ კონსტიტუცია და ვერაფერს ვერ გააკეთებენ. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე აქ უკვე მზადება დაიწყო არასასურველი სტუმრების დასახვედრად. აი თხოვნა მაქვს ყოველგვარი ანიკის გარეშე ვთხოვთ 7 წნარა. გავართ ვიცით რომ სამდე მართლები ვართ თუ იქ ფიქსადაგლეს ჩაიძენე რისთვისაც ახლა არიან დაწყობილები და შესაბამისად ჩვენ დაუხდებით ამ
ყველას მშვიდობიან და წარმატებულ და გამარჯვებულ ღამეს გისურვებთ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ ახლა ქვეყნის მთავარი ფრონტის ხაზი ქართულ ოცნებასთან ერთად პირისპირ დგომაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისგან გამოცხადებულ ომს მოიგებს.